სხვა ჩავერთეთ. კარგი ნანუკა, მაშინ დავიწყეთ ახლა ჩვენ. აბა ძვირფასო, გითხარი შენ რა არის ინფორმაციის მენეჯმენტი? ჩვენთვის ინფორმაციის მენეჯმენტი არის ყველანაირი მოიცა ვერ ვამბობ რაღაცებს. თქვი რა ნიშნულობა არ აქვს, როგორც გინდა ისე თქვი. მოკლედ ეს არის ყველანაირი ეს არის ის სფერო, რომელიც გამოიყენება ყველა სხვა სფეროში, ანუ ინფორმაციის მენეჯმენტის გარეშე მოკლედ სხვა სფეროში წარმატებული ვერ იქნები და ეს განსაკუთრებით დავამეცე აქ სამოვიდი მასმეერ. ანუ ის თუ როგორ გაუკეთო ორგანიზება შენს თუნდაც ძალიან მარტივად შენს დღეს. ეგეთ ისეთ ინფორმაციის მენეჯმენტია, იმიტომ რომ შენ დიდი ფერმა ვთქვათ, ორგანიზებას აკეთებ შენი დღის და ამ ყველაფერს ასე ვთქვათ, გარკვეული რაღაც ეტაპების მიხედვით გატარებ. ასევე არის ეს რომ განმაზოგადოთ ვთქვათ სწავლის პერიოდში ინფორმაციის მენეჯმენტს იყენებ და შემდეგ უკვე თუ ეს არის რაღაც გარკვეული პროექტის დატარებები და გარკვეული რაღაცას თუ აკეთებ, ყველაფერში გეხმარება ეს ინფორმაციის მენეჯმენტი. ანუ ეს არის რაღაცა ძიებების ერთობლიობა და შემდეგ უკვე ამოძიებული მასალის დახარისხება, გადახარისხება, მოკლედ გაწყობა და შენთვის საინტერესო მასალის ამოღება და გამოყენება. და გამოყენება შეიძლება გამოიყენო ყველაფერში, ანუ ეს არ არის მარტო ის რომ გამოიყენო მენეჯმენტის დარგში, ყველაფერში იყენებ. ანუ შენ ამ რაღაცებად ახლა რომ დავყოთ რა, მაგალითად რომ ინფორმაციის მენეჯმენტი ეს შენის ანუ რაც შენ თქვი იქიდან ეს არის რაღაც წარმატებაც ფაქტიურად, ხო? ინფორმაციის მენეჯმენტი, კაი ინფორმაციის მენეჯმენტი. წარმატების ხარისხი გამომდინარეობს იქიდან, რამდენად კარგად ფლობ ასე ვთქვათ ინფორმაციულ მენეჯმენტს. შეიძლება შენ არც იცოდე და არც გქონდეს გააზრებული. მაგრამ რაღაცა ასე შინაგანი ის არის, შინაგანი ასე ვთქვათ, როგორ ისა ხო, შინაგანად გაქვს რა ყველაფერი და მაშინ უკვე როცა იწყება ინფორმაციის მენეჯმენტის სწავლას, შენ აკეთებ უკვე ორგანიზებულად ის ყველაფერი, გააზრებულად და უკვე იმდენად კარგად ხარ ამ სფეროში მოგებული, რომ მე შეიძლება უკვე სხვა ორგანიზაციისათვისაც აი ამას მეცხოვრებ გამოყენა, ანუ სხვა ორგანიზაციისათვისაც გააკეთო ეს და სხვა ორგანიზაციას რაღაც უჩიო შედით და დაეხმარო თქვა ასე. ოკეი. კარგი, მაშინ ახლა რა თქვა, იცი ნანუკა? აი ეს სადაც რო უყურებ ისე კამერას უყურებ და თქვი ესეთი ფრაზა მაგალითად ინფორმაციის მენეჯმენტი ეს არის წარმატება. ეს ერთი დავუშვათ. მეორე ვთქვა ინფორმაციის მენეჯმენტი ეს არის კრეატიულობა მაგალითად. და მესამე რა ვთქვა? მესამე ვთქვა მე რაღაცა ძალიან დიდი ისტორია მოვიდა. ხო, არა, ძალიან კარგია, იმიტომ რაღაცებს ამოვიღოთ, ბევრი მასალა გვექნება. კარგი, ეს ორი თქვი და всё, მოვჭით. კარგი. ინფორმაციის მენეჯმენტი ეს არის წარმატებულობა და ინფორმაციის მენეჯმენტი ეს არის კრეატიულობა. ოკეი. Action